მეორე დუბლია რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ზელენსკის კენედი უწოდე და იქ ისეთ შეცდომები მომივიდა პირველ დუბლში, რომ გადავწყვიტე რომ აი 14 წუთი ქონდა ჩაწერილი, გადავწყვიტე რომ კიდე ერთი დუბლი ჩამეწერა და ახლა მეგონი აღარ უყურეთ ყოველ შემთხვევაში არსებით შეცდომა არ მაქვს დაშვებული. იმ ბლოგში 14 წუთი რო გრძელდებოდა და რომელიც დავაპაუზე და მე გავაჩერე, ხო და აღარ ჩავწერე, საუბრობდი იმაზე, რაც ძალიან საინტერესოა და ბევრს გამორჩა და ეხლაც გავიმეორებ. თურქეთი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, რა ხანია, 10 წლებია. თურქეთი, რომელიც მძლავრი რეგიონალური მოთამაშეა. თურქეთი, რომლის ლიდერი არის რეჯეპ ტაი ერდოღანი. კაცი, რომელმაც თავის მხრივ ათათურქის იდეები მნიშვნელოვნად ანრბილად ვიტყვი ერთგვარად უარყო მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეორე კაფეში და ყოველ მესამე ბარში, ასე მაგალითად სტამბულში, ანკარაშიც და სხვაგანაც, სადაც არ უნდა შეხვიდე, ასე რომ ამბობენ ხოლმე, რასაკვირველია კიდია და კიდია ათათურქის პორტრეტები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოველ მეოთხე კაფეში და ყოველ მეხუთე ბარში ათათურქის პორტრეტების გარდა, ან პარალელურად, ან გვერდით რეჯეპ ტაი ერდოღანის, ჩემს მიერ ხსენებული ძალიან ძლიერი ლიდერის პორტრეტების კიდია უკვე, როცა ის თანამდებობიდან წავა და ეს ხდება რამდენიმე წელიწადში, 2-ში თუ არ ვცდები, ეს პორტრეტები, ამ პორტრეტებს სულაც არ ჩამოხსნიან კედლებიდან რიგითი თურქები. ხო და აი ეს რეჯეპ ტაი ერდოღანი, რომელიც ძალიან ის როგორი ლიდერია, ამბივალენტურად რო შეაფასებ, ხო ერთის მხრივ მან უარყო ათათურქის იდეები, პრინციპები, მიდგომები, სეკულარული სახელმწიფოს შექმნა და სეკულარული სახელმწიფო თურქეთი, როგორც ასეთი ერთგვარად უარყო სულ მინიმუმ, მაგრამ მეორე მხრივ ხა ძლიერი ლიდერია, რომელიც გაუკლავდა ერთს და ორ ბუნდს სამხედროების გადატრიალების მცდელობას, რომელმაც მოიგო რამდენიმე არჩევნები, გაჭირვებით მართალია, მაგრამ მაინც რომელმაც ახლა უკანასკნელი არჩევნები კი წააგო და წააგებს უკვე 2 წელიწადშიც მაღალი ალბათობით, მაგრამ უბრალოდ მიიღებს თორა მონაწილეობას და არ მიიღებს მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში. ფაქტია მაგრამ ეს რეჯეპ ტაი ერდოღანი მძლავრი რეგიონალური მოთამაშეა, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ უფრო ფართო პროცესში, ფართო მასშტაბით მოთამაშეც იყოს. ხვალინდელ კონტექსტში, აკი გითხარით, ან არ გითხარით, მე გავშლი ამ თემას, ანუ ფორმულაზე ჩემს საავტორო გადაცემაში. და აი ეს ერდოღანი ამბობს შემდეგ რამეს, რომ ჩვენო უბრუნდებით ევროპის იდეასო. ჩვენო გვინდაო ახალი ევროპა, ხალხი გაუსვათ ამ ორ სიტყვას, ახალი ევროპის არქიტექტურაში, უსაფრთხოების არქიტექტურაში მივიღოთ მონაწილეობა, თურქეთის სწორედ იქ უნდა იყოს. ეს ის თურქეთია, სხვათა შორის, რო ეძმაკაცება რუსეთს ერთფრენის ინციდენტის შემდეგ. ეს ის თურქეთია, რომელსაც რუსეთთან აქვს მინიმუმ 2, არა მეტი, უკაცრავად 2 გასცადენი აკავშირებს ბუნებრივი აირისა, ზარზე იმით გახსნილი, ერთი დაწყებული პროექტი ატომური ელექტროსადგურისა, სავაჭრო უზარმაზარი ბრუნვა, რუსი ტურისტები, აქეთ იქით ეს ის თურქეთია, რომელზეც არსებობს დასაბუთებული არა. ერთგვარად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთ-ერთი ხვრელია, საქართველოს გავლით იმ სანქცირებული ტვირთებისათვის, რომელებიც რუსეთს ესოდენ სჭირდება. ეს ის თურქეთია, რომელიც ლიდერიც ერდოღანი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გაეკრიტიკებინა სწორედ ევროკავშირი და ევროპული სივრცე. ეს ის თურქეთია და მისი ლიდერი, რომელიც და მეორეს მხრივ, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს, რომელშიც არის ნატოს გერაშერთებული შტატების ბაზები და ასე შემდეგ. ეს ის თურქეთია და რეჯეპ ტაი ერდოღანი, რომელმაც ბოსფორის სრუტე გადაკეტა, ეგრა მაგის პასუხია 2008 წელს და ამერიკელებმა ლამის ძალით გამოარღვიეს. ხო და აი ეს ერდოღანი, ამ თურქეთის ეს ერდოღანი ამბობს ამგვარ რაღაცას, რომ ჩვენ ევროპაში გვინდაო. ახალი ევროპა თუ იქნება, ანუ რას ნიშნავს ახალი ევროპა, რომ გავმარტოთ მაინც ევროკავშირი ფორმალურად ქაღალდზე კი არსებობს, მაგრამ უამრავი პრობლემის გამო, პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ
ის ქმედო უნაროა, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ახალი სივრცე უნდა შეიქმნას ევროკავშირში და ევროპაში და მასში უნდა შევიდნენ ის სახელმწიფოები, პირველ ყოვლისა, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებენ მონაწილეობას. აი, უნგრეთი მაგალითად, მაღალი ალბათობით ამ სივრცეში ვერ იქნება სლოვაკეთის მსგავსად, მაგრამ აი პოლონეთი, საფრანგეთი თუ გერმანია, რასაკვირველია ამ სივრცეში იქნებიან. ხო და აი ამ რეალობის გათვალისწინებით თურქეთი ამბობს, რომ თუ მე მიმიღებთ, თუ მე ვიქნები თქვენი ოჯახის წევრი, მე ცხადია მნიშვნელოვან წვლილს შევიტან იმაში, რომ ევროპა იყოს უსაფრთხოდ. უკრაინის კონფლიქტის კონტექსტშიც და საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებაშიც მივიღებ მონაწილეობას. თურქეთს აქვს პრობლემები, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის თურქეთს აქვს პრობლემები, ადამიანის უფლებათა დაცვა დარღვევის თვალსაზრისით პირველ ყოვლისა. თუმცა ჩვენ რა გვაქვს სათქმელი სასაყვედურო დღევანდელი თურქეთისათვის ჩვენი მდგომარეობა ფორმალურად ევროკავშირში რომ ჯერაც გვინდა თუ არ გვინდა, უბრალოდ არ გვინდა, ხო, გასწრაფად 29 ნოემბრის შემდეგ ამ რუსებმა ხომ გააჩერეს ჩვენი მოძრაობა ევროკავშირისაკენ. მოკლედ, ჩვენი მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვა დარღვევის თვალსაზრისით გაცილებით უარესია და ამიტომ ვის და ირაკლი ტაბლიაშვილს, ირაკლი ტაბლიოღლუსთვის, ირაკლი არ ერქვა თუ სხვა ჩივაშტაბლიოღლუსთვის საყვედურო არც არაფერი არ აქვს, სასაყვედურო თუ წამოსაძახებელი უფრო ზუსტი რომ ვიყო. ეს ამბავია. ეხლა თურქეთს მიიღებენ თუ არა ამ ახალ სივრცეში, ხო ახალ ევროპაში მოდი ერთ წამს ესე დავარქმოთ, არ ვიცი. ჩემი განჭვრეტით უფრო მიიღებენ და არ მიიღებენ, იმიტომ რომ ევროპას სჭირდება მძლავრი პარტნიორები, მძლავრი წევრები, ახალ ევროპას სჭირდება, საფრანგეთს სჭირდება, გერმანიას სჭირდება და ასე შემდეგ, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ 80 მილიონიანი დაახლოებით თურქეთის, რომელიც მუსლიმური სახელმწიფოა, რომელიც სეკულარული სახელმწიფო ნაკლებად არის, ან ერთგვარად აღარ არის, რომელშიც ესეთი ავტოკრატიისგან მიმართული, ორიენტირებული ავტოკრატიაზე ლიდერი ერდოღანია სათავეში და რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვა დარღვევის კუთხით, ესე იოლად ის მისაღები არ არის. მაგრამ მეორის მხრივ აქნას ამ ევროპა, მე მგონი რომ მიიღებს, მას სჭირდება ბევრი და ბევრი პარტნიორი, ბევრი და ბევრი წევრი საკუთარ რიგებში, ბევრი და ბევრი მძლავრი წევრი, რომელიც გააცნობიერებს და გაისიგრძეგანებს, რაც ხდება დღეს მსოფლიოში. მსოფლიოში კი კატასტროფა ხდება რეალურად, განსაკუთრებით ტრამპის თვენახევრიანი მმართველობის შემდეგ თუ თვენახევრიანი მმართველობის პერიოდში. ტრამპმა მთლიანად ამოაყირავა ის რეალობა, რომელიც ცუდი იყო ბაიდენის პერიოდში და მანამდე პერიოდშიც, რაც საკვირველია, კრიტიკული სიტყვები არ უნდა დავიშუროთ ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მაგრამ ტრამპმა მთლიანად აჯაფსანდალა, ხო რამდენი აქ გვჭირდება ამ შემთხვევაში აჯაფსანდალა 4 მგონი ან 3 ვითარება მსოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით როცა თქვა, რომ უკრაინას პრინციპში მე მივატოვებ. ეხლა მიმიჩნევთ რამდენიც კიდეთ რომ ეს არის აბმანული დურაკა ან რაღაც კომბინაცია ტრამპისა, ფაქტია რომ ამით ხარობენ მოსკოვში და მედვედევი მე მგონი არც გამოფხიზლებულა, ისე მსუქნია რომ ჩამხრჩალა, მაგრამ არახში, მაგრამ ვოდკაში, მაგრამ მაინც. ხო და თურქეთი მიდის ევროკავშირისკენ, ესე მინდა ვთქვა ახალი ევროპისაკენ, ეს ძალიან კარგია კონტექსტში, ხვალიდელ გადაცემაში ამაზე შედარებით ვცლად ვისაუბრებ. ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ გვეყოლება სახმელეთო მეზობელი ახალი ევროკავშირის, ახალი ევროპის თუ გდებოთ ესე ვიტყვი, წევრი თუ ეს ყველაფერი კარგად დასრულდება და თვალს დახუჭავს ბებერი ევროპა თურქეთში არსებულ პრობლემებზე და აი ამ ეს არის რეალურად, აი ამ ორ აუცილებელ ღირებულება ფასეულობა პრინციპს შორის, რომელიც არის ერთის მხრივ დემოკრატია და მეორის მხრივ უსაფრთხოება, ამ უკანასკნელს მიანიჭებს უპირატესობას მაშინ, როდესაც ერთმანეთთან ეს ყველაფერი ჯახში მოდის. ძალიან მიმძიმს ამ სიტყვების თქვა, მაგრამ ძალიან მიმძიმს, უდავოდ გეტყვით, ბევრი გამაკრიტიკებს ამის გამო, მაგრამ რეალობა შექმნილი მსოფლიოში ძალიან მძიმე და გაცილებით მძიმე, ვიდრე ჩემი სიტყვები.
ჩვენ გვჭირდება ამგვარი პარტნიორი, იმიტომაც რომ ესე მარცხენა ხელი ავწიე და მარჯვენა ხელს უნდა მოვკიდო, უნდა ჩაგკიდოს თურქეთმა ხელი. ჩვენის მხრივ ახლა მარჯვენა ხელი ავწიე და ისევ მარცხენა მოვკიდე. უნდა ჩავჭიდოთ ხელი სომხეთს და მაკრონის და შოლცისეული ეს თეზა ევროპა იწყება ლისაბონში და სრულდება თბილისში, უნდა ერთგვარად შეიცვალოს და უნდა ითქვას, რომ ევროპა იწყება რასაკვირველი ლისაბონში, ანკარის გავლით ჩამოდის თბილისამდე და თბილისის გავლით სრულდება ერევანში. ანუ ეს უნდა იყოს უწყვეტი ჯაჭვი. ხა დანარჩენი სამხრეთით რომელი ქვეყნები მოხვდა ახლა საპრეზიდენტი ასე მაგალითად ეს ხომ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ჩრდილოეთით ხო ფართოვდება და ფართოვდება. ევროპა ამგვარი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ადეკვატური მოთამაშეები უნდა ყავდეს. ოღონდ ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ადეკვატურები ვერა ვართ ხალხნო. ვერა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ მოგვაგვაზის ეს ადგილობრივი ჭორვილელი მონსტრი. ჭორვილელი მონსტრი. ავიცი. კაცი რომელიც რომელიც არაფრის აზზე არ არის. არ ვიცი, რაღაც შაბანობით რო არის დაკავებული თუ შაბანიზმით რო არის. ეს კარგი რაღაც თეორია არსებობს, ხო? ვიღაც ქალი ნახეს, არ ნახეს, რაღაცა ხვავი ჩხივის რაღაცებს ხვიძლებს ხარშავს და კატის ნაყენებში ურევს, ეს გავიგეთ, მაგრამ მოკლედ ამ მნიშვნელობა აქ არის თუ არ არის ეს კაცი ადეკვატური არ არის. ეხლა ჩვენ უნდა ვიდგეთ კარზე, ევროპის კარზე და ვითხოვდეთ ჩვენთან უსაფრთხო ჩვენს შეყვანას აი ამ ევროპის ახალ უსაფრთხოების ქოლგაში და თქმას იმისა, რომ ვამბობდეთ იმას, რომ ჩვენ აი ამით შემოვალთ. მაგალითად რაღაც ლოჯისტიკური ცენტრი გვაქვს, მაგალითად კრწანისში, ხო? ჩვენ გვყავს კარგით მაინც და მაინც სამხედრო მიმართულებით თუ არ გიდათ რომ წავიდეთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია აი ამის და ამის ეკონომიკური თვალსაზრისით ამის გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია რაღაც კიბერცენტრი გავაკეთოთ აქ. ესტონეთში კი არის, მაგრამ ფილიალი შეგვიძლია გავაკეთოთ. ბევრი რამე შეიძლება მართვის პულტი, შავი ზღვის ქვეყანა ვარ სხვა თუ არაფერი. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. აგე თურქეთიც მოდის და თურქეთი ჩაგვიბავს და ერთად მოვალთ. ამის გაკეთება, მაგრამ ბიზნეს დაივანიშვილი ხვავაზე არ ფიქრობს. ბიზნეს დაივანიშვილს ერთი სული აქვს. ეხლა ხელი მოითმოს ბიტკოინების და ბაჩიაშვილს გაამოართვა ფული. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავია, რომ სინგაპურის დავა მოიგოს. ერთი სურვილი აქვს ანუ კრედიტ სუისით ასცეს ბეჭებზე და ბედნიერი იყოს ამით. მესამე რაღაც ამბები აქვს, რაღაც არ ვიცი, გაერთოს, არ გაერთოს, არა გართობა არ უყვარს როგორც ვიცი. ხო, არ ვიცი უბრალოდ. რაღაცები უყვარსო, მაგრამ ხა იმებს არ ვილაპარაკებ. მოკლედ, ეს კი ვიცით ყველაფერი, მაგრამ ბიზნეს დაივანიშვილს კარდა ამისა მთავარი სურვილი ისიც აქვს, არის ის, რომ დამთავრდეს ეს ომი რა. თავის ტკივილია მისთვის ეს ომი. იმიტომ რომ აწვევიან ვიღაცეები რაღაცა დამთავრდეს ეს ომი და დამთავრდეს ამ თავარია რუსეთის გამარჯვებით. ანუ რუსეთმა დაიკავოს ის 5 რეგიონი და პლუს კურსკი, რომელთა ნაწილიც ისედაც დაკავებული აქვს. ანუ დაკავებული აქვს ყირიმი, ხერსონი, ლუხანსკი, ნაწილი ზაპოროჟიესი და ნაწილი ხერსონისა. და ბიზნეს უნდა ყველაფერი ჩაბარდეს რუსეთს და დამთავრდეს და აი ტრამპი რა მაგარი კაცია, ვერ დამთავრდება, ესე უნდა შეუთვალო, მაინც და მაინც არ ვიცი ხა აყურებინებენ არა, ალბათ არ უყურებს. ვლახტილად რომ თქვათ, მაგრამ ნუ ხა ვიღაცა მისი მომხრე ხო უყურებს, ვოლსკი ხო უყურებს, ხო მომკრავს ხოლმე ხანდახან თვალყურს ხო, თვალს ხო, ვოლსკის ხვები და სხვები ხა ბიზნეს არ მოახსენებენ ესე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ WŠ-მა ეს თქვა ხო, ხა ბიზნესთვის რა არც არაფერი არა ვარ, მაგრამ მაინც ვოლსკი გია ხო უყურებს შენ. დარწმუნებული ვარ შეგიხედავს. ხო შენ მოგბართავ. თუ არ იფიქრეთ და თქვენ ვერ იფიქრებთ, იმიტომ რომ ერთმანეთთან გადავსკვილი ხართ ამ რაღაც სინდიკატური სიგიჟეებით. ხო, თუ არ იფიქრეთ ამ ახალ არქიტექტურებში და ამ ახალ სოფლიო პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს მოქცევაზე, საქართველოს მიბმაზე, საქართველოს ჩართულობაზე, საქართველოს ინტეგრაციაზე, ხო, კატასტროფაა. სუსტს დაესხმება რუსეთი პირველ ყოვლისა. არა, რას გეუბნები გია ეხა შენ ვოლსკის მიმართავ, რატომ მოგმართავ საბოლოო ჯამში უბრალოდ ვიცნობ. სხვებსაც ვიცნობ. ხო, იმიტომ მოგმართავთ ესე რომ თქვენ არაფრის ნაფიქრებლები, მომფიქრებლები არ ახართ, უბრალოდ თქვენი ყვავის ჩხიკვის ხვიზლების მოყვარული ბიზინა და ამიტომ მოგმართავ საბოლოო ჯამში. კაი, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ არ მოგმართავთ ჩავთ. ჩვენ მოკლედ კატასტროფულ ვითარებაში ვართ და აი სომხეთი რომელიც ისტორიულ ერთან თურქეთთან ალაგებს ურთიერთობებს, ალაგებს ფაქტია. ცდილობს კია. ხო თურქეთის სომხეთიც კი რაღაცა ხორენო განესიანის ფეხბურთელი იყო ასეთი. ერევნის არარატში თამაშობდა, ალბათ ყველაზე ცნობილი სომეხი ფეხბურთელი თუ ბოლო პერიოდის ერთ ფეხბურთელს არ
გავიხსენებთ, რომლის გვარიც არ მახსოვს. ხითარიანი, შეიძლება მეშლება, მოკლედ. ხორენ ორგანიზაციანი კარგი ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბში და ხორენას ჰქონდა ფინტი, ცენტრში თამაშობდა ხორენა ორგანიზაციანი. აი ესეთ ფინტაობს ახლა ნიკოლა პაშინიანი. ფინტაობს და ბოლოში არ არის გასული. მერტის მხრივ ასაკვირველია თურქეთთან ურთიერთობის დალაგება მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს უნდა იყოს ლოკომოტივი და ეს ხელებს ერთმანეთს რომ ჭიდებთ, მეც ხა აი მისავით რაკში რაკში თუ შერკინებაში რომ განანის ბიჭები მორაგბეები, ხო ისე რომ ვაკეთებ ამას და ვიცოდეთ რომ საქართველოს უნდა ჩასჭიდოს ხელი სომხეთს. ეხლა ამასობაში რა ხდება უკრაინის ფრონტზე, ხო უკრაინის ფრონტზე ტრამპი ხო ანტი დონალდი ესე უწოდე ხო? ხო, უკვე რაც დააშავა ტრამპმა ესეც საკმარისია იმისთვის ეხლა რაც უნდა ასწოროს და მე ტრამპის თემა რაც უნდა მითხრას, ხო ეს უნდა და ამის გაკეთება უნდა და ის გამოვიდა. მაგრამ ტრამპმა რაც დააშავა ეს ვიცი. მაგრამ ტრამპს აქ ერთი უცნაურობა არ ვიცი ამდენ ჩაფიქრებული და ჩანაფიქრი ამაზე, მაგრამ მუდმივად ცვლის ამ ტაქტიკას. კანადასთან ვიწყებ სავაჭრო ტარიფების ომს, კანადასთან აღარ ვიწყებ ტარიფების ომს. არა ისე ვიწყებ, არა არ ვიწყებ. იგივე ეხება მინერალების საკითხსაც ხო გაუწყალეს გული ზელენსკის, მოაწერე ხელი მოაწერეო, ჩემი აზრით თავიდან მე უნდა მოეწერა, მაგრამ კარგი ნუ ვწდები და იქ თავისი გათვლები ჰქონდათ კიევში. არ მოაწერა ხელი, მე დააბრუნა. არა, ბოდიში მეც რომ ვამბობ, რომ ეხლა თავიდან მე უნდა მოეწერა, მეთქი და პირველი ვარიანტი ძალიან ცუდი იყო და ესეც სიმართლეა. ამიტომ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან. მოკლედ აი ეს ამბები გავიარა უკრაინამ, როგორც გაიარა. ახლა თითქოს ყველაფერი მზად იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოხდა ის პარასკევი, შავი პარასკევი დღე უკრაინისთვისაც და უკრაინის შეერთებული შტატების ურთიერთობაში შავი პარასკევი დღე. და ის რამის ერთმანეთს ხელი გაარტყეს ამ დეივ ივენსმა და ზელენსკიმ. ზელენსკი იყო ცხადია მართალი, ხა ამაზე არც გავათობ. და ჩაიშალა მოკლედ. და მე უკვე დაბრუნებული ზელენსკი თქვა რომ აი მე ვაწერო ხელო, მაგრამ ეხლა უკვე სხვა პირობები შეიძლება თქვა ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც სხვა კამპოტში, სხვა ჩარჩოებში წარმოადგენს ამ პრობლემას. ეს უნდა იყოს რაღაც სამშვიდობო სეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების კონტექსტში წარმოაჩენს. თუ მინერალებზე იყო ლაპარაკი, ეს რატო ყვები ამას? ტრამპი ცვლის მუდმივად ამ ტაქტიკას, დინამიკას, ტემპს, ასრაფ ტემპში გვაცხოვრებს ყველას, ეგეც ფაქტია. მე ძალიან მახარებს ის, რომ გულახდილად გეტყვით, რომ ევროპას გამოუჩნდა 2 მინიმუმ ლიდერი და 3, ალბათ 4-იც. ეს არის ბოლოდან დავიწყე ქალტონი მელონი. ეს არის ესე ღიად არ შემოსული ბატონი მერცი. ეს არის სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ეს სათავრო პროპაგანდა ავრცელებს საოცარ ნიუსებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე. ხო და ისა და მაკრონი ასაკვირველია. მათ кайსიგზე გარეს. სხვების ასაკვირველია ეხა სტუბის გახსენებაც შეიძლება, ტუსკისაც, დუდასიც, პაველისაც, სხვებისაც. ესპანეთის ლიდერისაც. ევროპამ გაისიგრძე გადა რა პრობლემის წინაშე დგას. და მართალია ის ბრძანება, რომ თუ 4 წლიან, 5 წლიან ამოვისუნთქვის შესაძლებლობას მისცემენ 18 წუთი გავიდა ამასობაში პუტინს ის დარჩენილ უკრაინას, რომელსაც აი ახლა ვერ იპყრობს, ეხლა ხო უნდა დაპყრობა, მაგრამ ვერ იპყრობს რა, აი ტრამპმა გაუჭედა კი არა რაღაც ლართები იყო. ასაკვირველი იმასაც დაარტყმას. არა, ტუსკმა თქვა და სწორედ თქვა, რომ სანამ ისინი შეიარაღდებიან რუსებიო, ჩვენ უფრო მაგრა შევიარაღდებითო. და თუ მართლა ეს 100-დან 800 მილიარდამდე იქნება ევროპის ფონდი უკრაინისთვის გადასაცემი და საკუთარი თავისთვის მოსახმარი. ამას დაემატება 300 მილიარდამდე რუსების აქტივები, რომლებსაც ჩამოართმევენ. ანუ უკვე რამდენი გამოდის ჩემი მათემატიკას კი არ ყოფნის, მოდი მილიარდს ვისა 1000 მილიარდ ტრილიონს ვიტყვი. თქვენის ნებართვით. და კიდე რაღაც ფონდები გაიხსნება, ნორვეგიამ რო გახსნა. და სხვების თუ გახსიან ამ თავის სარეზერვო ფონდებს, ალბათ სწორი ტერმინია. ამ შემთხვევაში ევროპა ადეკვატური იქნება და ნუ არ ვიცი გადაეწყობა, არ მახსოვს ვინ თქვა თუ არ ვცდები ხსენებულმა ტუსკმა, რომ 3-4-5 წლის შემდეგ ჩვენთან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს მზად ომში წასასვლელად და საბრძოლველად მთელი ევროპის მასშტაბით
იგულისხმება. აი ხა თურქეთს რო დაუბრუნდეთ, თურქეთი ამ თვალსა ისეთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც იქნება. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ შესახა ერთმა კაცმა, მეორემ გაიმეორა, მესამემაც გაიმეორა და ბოლო 25 წელიწადი, ბოლო 13-14 წელიწადი ეს შეძახილი დადის ქალაქში. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ 100 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ხოშეს ერთ-ერთი პირველი ვიყავი და ემოწმებიან პოლიტიკოსების და ის ჩართვა ვინც ნახა ჩემი რომელშიც დედას ვიგინები პირდაპირ მნიშვნელობით. ვინც არ გამოვიდეს, მეთქი ესე ვამბობდი მაშინ. ვინც არ გამოვიდეს იმისთან, დედო არ შევიგინები ხო ეხლა დედას შეერთოს ცოლა და მეთქი ესე ყვიროდი მაშინ და ნუ კარგად შვებოდი. არ მინდა თქვა რომ პირველ 5 ეულში ვიყავი, მაგრამ მინდა ვთქვა რომ პირველ 20 ეულში ვიყავი. ამით ვიამაყებ საკუთარ თავს. მაინც ვეთქვი ხოლმე ხანდახან. მოკლედ ჩვენ რა ვქნათ 100 დღეა გასული, ბიზნა ყურს არ იბერტყავს. ჩვენ რა ვქნათ ჩვენის კონტექსტში გავაგრძელოთ ასე. მაგრამ პოლიტიკოსებიც ცოტა ადეკვატურები უნდა იყვნენ ამ თვალსაზრისით. ცოტა ზემერად ადეკვატურები. და ლონდონში რო ჩავიდნენ ეს ძალიან კარგია, მაგრამ აი ხა ისევ თურქეთს თუ მიუბრუნდებით, უნდა ჩავიდნენ რასაკვირველია ანკარაში და როგორღაც გაჩარხონ ურთიერთობები რეჯეპ ტაი ერდოღანის ოფისთან და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს გულისხმობ. და გაჩარხონ ურთიერთობები მასთან და ვაშინგტონში ჩასასვლელია მეგობრებო, ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან, ოღონდ ცხადია, ესე კი არა რომ გაისეირდოთ, არამედ ტრამპ ვილსონთან ვენესუელა გაიგაცია ხო ის ვილსონი. ერთი ორი შეცდომა კი მოუვიდა ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ერთი. ოსა ის ტვიტი წაშალა, მაგრამ მაინც გაიგაცია. კონგრესში და სენატში მაინც რესპუბლიკელებთან განსაკუთრებით უნდა გაჩარხოთ შეხვედრები. ეს არის აუცილებელი. ეს მინდა გითხრათ. რაც შეეხება ჩვენ იგივე მოქალაქეებს, რომლებიც ვაშინგტონში ვერ წავლენ, ხო? ვილსონსაც კი ვერ შეხვდებიან, ან რატო ვამბობ ესე ვილსონს ვერ შეხვდებიან. ხო, ესენი უნდა ვიდეთ, ჩვენ უნდა ვიდგეთ უჯაში. 2000-ი ვიქნებით, უნდა ვიდგეთ 1900-ი უნდა ვიყო, 8700-ი უნდა ვიდგეთ. მე ასე დღეს 123 დღეს რაღაც სიმბოლო 9 აპრილს, მაგრამ 9 მარტს, 9 მარტის ეს ზეგარი ხო. 9 აპრილს, 31 მარტს მანამდე, ჩემი აზრით. ეს თარიღების ამორჩევა და ამოკრება რასაკვირველია შეიძლება, მაგრამ არა მარტო რაღაც სიმბოლურ თარიღებზე, არამედ ნუ მაქსიმალურად და შეიძლება ზრდაგულად სხვა დღეებშიც. ჩვენი ბედი ხა დისკუსიას გავიხსენებ და პრინციპში დავამთავრებ აი მალევე. დისკუსია მქონდა. ახლა რომ გეოპოლიტიკურად წდება თუ არა ჩვენი ბედი წდება გეოპოლიტიკურად ხალხი აბა რა შვება ეხლა. აბა როგორ არის ეხლა? მართლა ტაბლიაშვილი თუ გავა და ეხლა დროშას დაიჭერს იმაზე ხო არ არის თუნდაც 100 ან 1850 ტაბლიაშვილი, მაგრამ ახმებია. მაგრამ გეოპოლიტიკურად ჩვენ სასარგებლოდ რომ გადაწყდეს, ჩვენც აქ უწყვეტ მინიმუმ, ესე ვიტყვი. უწყვეტობა უნდა ვანახოთ. ვანახებთ თუ არა, როგორ არ ვანახებთ 100 დღეა გასულიო ვინმე იტყვის და მართლაც 100 დღეა გასული. დავარქვათ ამ ვიდეო ბლოგს. მოდი დავარქვათ ასე. დავარქვათ რეჯეპ ტაი ესე სახლის ისედაც დავსვამ მე და ეს დავარქვათ ერდოღანი. იქნება მეტი და მეტი ნახველი ყავდეს, მე მოგიწოდებთ რომ და ლაიქოთ, like, subscribe. მოიწონოთ მოკლედ. ჩემი ეს გვერდი იქვე სადღაც მიჩნეულია description-ში ანგარიშის ნომერი. მართლა ალალად გთხოვთ მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად შეძლებს დაგვათ შეეხიდოთ ამ არხს. კარგი იქნება. არხის განვითარებისთვის იქნება კარგი. მე უთხარი საკუთარ თავს უთხარის ნუ ამბობთ ხოლმე. მესმის რომ იყლაპება თანხმოვანი უსთან ურთიერთობაში და არა სხვა ხმოვანთან, სწორედ უსთან ურთიერთობაში ამას რაღაცა ქვია. მაინც აღარ მახსოვს ინათმეცნიერები დაწერეთ ალბათ კომენტარებში. მოკლედ იყლაპება თუ იკარგება, რა ქვია, მე რაღაცა რო გახსოვს და კოვიდის შემდეგ რო არ გახსოვს. ხო და იყლაპება, ანუ ბევრი წარმოთქვას უთხარი ხო
პირველი პირის ნიშანია ვუთხარი. მე ვუთხარი საკუთარ თავს მოკლედ ვუთხარი რომ თქვენ გიამბობთ ვუამბობ მეთქი ვუამბობ თუ წარმოითქმის ხარ დახარ მარასწორია ვუამბობ მეთქი ჩემს მაყურებელს ამბებს სწორაზროვნებაში ხართ ტაბლოში და მეარაკში ეს იყო მეარაკი 25 წუთზე მეტი გავიდა ხვალ კონტექსტი მაქვს ფორმულაზე მარჯვნივ იმიტომ ვიშვერ ხელს ჩემი სახლი და მარჯვნივ ვარ იქით ხვალ კონტექსტი მაქვს ხვალაც ვეცდები არ მინიმუმ მეარაკის ჩაწერას და შესაძლოა სწორი აზროვნებისაც და ამ სწორ აზროვნებას რატო ვერ ვწერ იმიტომ ვერ ვწერო ჩემი პროდიუსერი და ამავდროულად მეუღლე და ამავდროულად პროდიუსერი ინგა უნდა იყოს ხოლმე სახში და ლექციაზე არ უნდა იყოს და ის ხო ლექციებს კითხულობს და ბავშვებს ელაპარაკება ბახზე მოცარტზე ბეთჰოვენზე რაღაცეებზე და ვაი მეც გავგიჟდი ამ ბახზე ლაპარაკით და მეც მეტი გავიგე ბევრი გავიგე მისი ლექციებიდან და ხო და როცა ეხა იმ გარანტია სხვა სიუცინადარებს ლექციას და მე კიდე ბიჭის ინგას გარეშე ვერ ვაკეთებ მეთქი და აი როცა ბიჭის განსაკუთრებით მაშინ ვაკეთებ იმას მეარაკს რომლის თუ არ ვცდები მეხუთე თუ მეხუთე ეპიზოდი გავა ახლა მალე განვათავსებ ხო 26 წუთი ნახვამდის